მოგესალმებით ძვირფასებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით თითოეულ თქვენგანს. მადლობა თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ ხართ ჩემთან, იმისთვის, რომ ხართ უკუ კავშირზე. მე გეტყვით, რომ მობედნიერებს თითოეული თქვენი კომენტარის წაკითხვა და მე ვიგებ, რამდენად საჭიროა ჩემი გაშლები თქვენთვის. დღეს კი მე თქვენს შემოგთავაზებთ საჯარო გაშლას თემით, როგორ ქალად გხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენ. როგორ ქალად გხედავთ და აღგიქვავთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. გაშლა გავაკეთოთ სამ ვარიანტად. პირველი ვარიანტი მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. ფიქრობ ჩანს. პირველი ვარიანტი იქნება ლაბრადორიტი, მეორე იქნება ამეთვისტო და მესამე იქნება ავანტურინი. მეორე და მესამე გადავდოთ და პირველებო მოგესალმებით, ვინც ლაბრადორიტი ჩაიფიქრეთ და აირჩიეთ. როგორ ქალად გხედავთ ჩაფიქრებული მამაკაცი თქვენ. როგორი ქალი ხართ? თქვენ ხართ ადამიანი ბედნიერება, ადამიანი ხალისიანი, ადამიანი ორიენტირებული ბედნიერებაზე. ცოტა ეგოისტ ადამიანადაც მიგიჩნევთ ეს ადამიანი, მას მიაჩნია, რომ თქვენი საკუთარი ბედნიერებისთვის ყველაფერზე ხართ წამსვლელი, თუმცა ანათებთ, გამორჩეული ხართ, მზესავით ათბობთ ირგვლივ გარემოს და საკმაოდ ნაყოფიერ ადამიანად მიგიჩნევთ ასევე. მის თვალში თქვენ ნამდვილად ბრწყინავთ, ერთადერთი ცოტა თუ შეიძლება ნეგატიური იყოს, ის არის, რომ ეს ადამიანი ცოტა ეგოისტ ადამიანად მიგიჩნევთ. როგორ ქალად გხედავთ კიდევ ერთი არკანით, როგორ ქალად გხედავთ პირველ ვარიანტს ჩაფიქრებული ადამიანი. თქვენ ხართ საკმაოდ ამავე დროს საკმაოდ ამოუცნობი ადამიანი და ქალი, რომელიც მისწრაფის სრულყოფილებისაკენ. თქვენ თუ არ მოგეწონათ არსებული სიტუაცია, თქვენ სადაც ხართ, აუცილებლად აგრძელებთ გზას სიახლის ძიებისკენ, თქვენი განვითარების ძიებისკენ. მისთვის რამდენი ხანიც არ უნდა გიცნობდეთ თქვენ ეს ადამიანი, მისთვის მაინც მაგიურ ამოუცნობ ქალად რჩებით, რომელიც თავის ქვეცნობიერს ამვითარებს, ძალიან ინტუიციური ქალბატონად მიგიჩნევთ და მიაჩნია, რომ ცოტა გრძნეული ბრჭყალებში და მაგიური ქალბატონები ხართ, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ბედნიერება იპოვოს, წავიდეს წინ თავისი მიზნებისაკენ და სრულყოფილებისაკენ. საკმაოდ მაღალ ვიბრაციებში აღგიქვავთ ეს ადამიანი და საკმაოდ დადებითად. დაგემშვიდობებით პირველებო, მე დაგელოდებით კომენტარებში და მეორეებო, ვინც ავირჩიეთ ამეთვისტო. მოგესალმებით მეორეებო. თქვენ შეიძლება მეუღლეები მიყურებდეთ ამ ადამიანის, შეიძლება მეუღლე ხართ, მეორე ნახევარი, ან დიდი ხანია ხართ ურთიერთობაში ამ ადამიანთან, თქვენ მიაჩნიხართ ძალიან შემდგარ, გაწონასწორებულ, სრულყოფილ ქალბატონად,
რომელიც თავისი მშვენიერებით, სრულყოფილებით, თავდაჯერებულობით არის გამორჩეული. ეს ადამიანი იზურვებდა ყოფილიყავით მისი, თუ არ ხართ, მისი შვილების დედა. საკმაოდ ნაყოფიერი, შეიძლება საკმაოდ წარმატებული ადამიანიც ხართ თქვენს პროფესიაში, რესურსული, როგორც ფინანსურად, ასევე ცხოვრებისეულად, შეიძლება კარგი დიასახლისი ხართ, კარგი დედა ხართ და ეს ადამიანი აფასებს იმას, რომ თქვენ ხართ ოჯახის ბურჯი, კარგი დედა, შემდგარი პროფესიონალი, ყველანაირი ქალური თვისებები, რაც კი არსებობს, თქვენ ხართ იმპერატრიცა ამ ადამიანის თვალში, რომლის მეუღლეობასაც ეს ადამიანი ისურვებდა თუ არ ხართ. როგორ ქალად მიგიჩნევთ ჩაფიქრებული ადამიანი, რას შეეხება ეს? თქვენ ხართ ისეთი ქალი, რომელიც ვერ აიტანს გრძნობებში უკმარისობას და აუცილებლად წახვალთ იქიდან, სადაც თქვენი ადგილი არ არის ბოლო ჯამში. თქვენ ხართ ის ქალი, შეიძლება, რომელსაც ვერ აკმაყოფილებდა ამ ადამიანის გრძნობები. შეიძლება ეს ადამიანი პატარადაც მიიჩნევს თავს. მე ფიზიკურად დასაკობრივად არ ვამბობ მენტალურად. შეიძლება ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ იმდენად აღმატებითი ხართ მისთვის, რომ თქვენ შეუსაბამობაში მოდიხართ მასთან და მას არ შეუძლია ის მოგცეთ, რაცაც თქვენ იმსახურებთ და შეიძლება ერთგვარად გულნატკენია ეს ადამიანი, რომ ვერ შემოწდა თქვენს აღმატებულებას. ეს იყო მეორე ვარიანტი, დაგემშვიდობებით და დაგელოდებით კომენტარებში ჩემო იმპერატრიცებო და მესამე ვარიანტი, ვინც ავირჩიეთ, მოგესალმებით, ავანტიურინი. როგორი ქალი ხართ? აქ ცოტა გაბრაზებული, ხისტი ენერგიებით, საკმაოდ გამჭრიახი, გონებით რომ მოქმედებს და არა გულით. პროფესიონალი, შეიძლება ექიმები მიყურებდეთ, ან ადვოკატები, ან საკმაოდ წარმატებული ქალბატონები იყოთ, ცოტა მკაცრი ხასიათით, რომელსაც უჭრის სიტყვა და მის სიტყვას ფასი აქვს. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ საკმაოდ მკაცრი, რომელსაც შეუძლია სათანადო პასუხი დაუბრუნოს ყველას, მასაც ასევე და არც თუ იზელმობიერად. შეიძლება ექიმები იყოთ, ასევე ალბათ წეღამ თქვი, ქირურგები, ექცნები, არ ვიცი, მაგრამ ასევე ეს პროფესიას რაც შეეხება, მაგრამ კაცრი ხასიათით. ასე გხედავთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. როგორ ადამიანად გხედავთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? მატერიალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ადამიანად გხედავთ, რომელსაც ურჩევია განვითარდეს როგორც ფინანსურად, ასევე მენტალურად და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ არავინ არ გჭირდებათ იმისთვის, რომ იყოთ კარგად, თქვენ სივრცეშიც კარგად გრძნობთ თავს, საკმაოდ ეს ადამიანი გხედავთ, რომ იზოლირებული ხართ ერთგვარად და ბარიერებს უწესებთ გარშემო მყოფებს. გხედავთ, რომ თქვენი სამყარო გაქვთ, სადაც დაკავებული ხართ თქვენი პროფესიით, ფინანსების მოძიებით, მატერიალური კეთილდღეობის დაგროვებით, შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს მეუღლეც გყავთ. კიდევ როგორ იცით, რომ საჯარო გაშლა მეგობრებო და მე ყველა ვარიანტს გიჟღერებთ, როგორ ქალად
გხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი და ძალიან მაგიური ქალბატონი ხართ, კვერთხების დედოფალი ხართ ასევე, რომელსაც შეუძლია ყველაფერი გამოუვიდეს, ყველაფერს, რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერი გამოსდის, ცოტა გრძნეულ ქალბატონებად მიგიჩნევთ, რომელსაც თავისი გარემო სამყარო აქვს და ირგვლივ ყველაფერი თქვენს გარშემო ტრიალებს. მოკლედ რომ გითხრათ, საკმაოდ ცეცხლოვანი სექსუალური ქალბატონი ხართ მისთვის და მიაჩნია რომ განუმეორებელი ხართ ყველგან და ყველაფერში. ეს გახლავთ მესამე ვარიანტი, მესამეებო მე თქვენს გელით კომენტარებში და დაგემშვიდობებით მომავალ გაშლამდე დიდი სიყვარულით, დროებით.